მოგესალმებით ფსიქოლოგიას ტაროს არხზე. დღეს გვექნება უფრო მეტად სასიყვარულო სფეროს კონტექსტიდან გაშლა, რადგანაც ძალიან საინტერესოა და ბევრს აინტერესებს ხოლმე პირადი ურთიერთობები, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს ამ თემაზე გავაკეთო გაშლა, თან მე მგონი ერთი თვის უკან ჩავიწერე სასიყვარულო სფეროზე გაშლა, ამიტომ იყოს დღეს ასეთი სასიამოვნო, პოზიტიური, ცოტა რელაქსური გაშლა საკითხზე, თუ რა სასიხარულო მოხდება შენს სასიყვარულო სფეროში ამ მახლა დროის განმავლობაში. მაქსიმუმ ამიღოთ 7 დღე. იმ დღიდან და დროდან, როდესაც ჩართავთ და ამ გაშლას მოისმენთ. გვექნება ორი პოზიცია, პირველი პოზიცია და მეორე პოზიცია. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და ისე გააკეთოთ თქვენი არჩევანი. მე კი დავიწყებ პირველი პოზიციით. ნახოთ დასაწყისში სიგნიფიკაცია. სიგნიფიკაცია თვითონ პირველი პოზიციის. პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ახლა მისი ცხოვრების აი ამ ეტაპზე. რა სიგნიფიკაცია. ეს აი ასე გამოვდივართ ამ დევილის სიტუაციებიდან და მივილტვით რაღაც მიმართულებით, რაც გვავსებს თუ პირიქით. ვერ. მე ვიტყოდი აქ პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია არის ის, რომ მომენტებში შიშები შემოგვიტევს ხოლმე. მომენტებში არის დრო, როდესაც ჩვენ გვეშინია, ემოციები მოგვდის და შესაძლოა გვექმნება იმის შეგრძნება, რომ აი ვერაფერს ვერ ვაკონტროლებთ და ჩვენი დამოკიდებულებები და ჩვენი ჩრდილოვანი მხარე ჩვენზე აი როგორ თქვა, ჩვენზე მეტია და ჩვენ გვაკონტროლებს ეს ყველაფერი, ვიდრე ჩვენ ამ ყველაფერს, რის გამოთაც დრო და დრო შესაძლოა ვიყოთ დაცლილების შინაგანად განვიცდიდეთ სევდას, ხო? რაღაც მომენტში ვიღაცებს შესაძლოა კონდეს ცოტა ისეთი დეპრესიული მომენტები, ხო? არ გულისხმობ აქ მანდა მაინც კლინიკურ დეპრესიას, მაგრამ ისეც უფრო მეტად სევდას, მელანქოლიას, აპათიას, სტრესიც არის აქ, რა თქმა უნდა. თუმცა მიუხედავად ამისა, აქ პირველი პოზიცია ცდილობს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობებიდან, მაგრამ ეს არ არის მარტივი. აი რაღაცა ისეთ ფაზაშია პირველი პოზიცია, რომ აი რაღაცას რო ეჭიდები, მაგრამ გაურკვეველია ეს ყველაფერი. ასევე აქ მექმნება შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა აქ იყოს ის მომენტიც, რომ პირველი პოზიცია რაღაცნაირად გაურბის მის ემოციებს, გაურბის იმ მხარეს, რის ეშინია, ხო? ბუნებრივია. ყველა ადამიანები ვართ და მაინც ვაკეთებთ ამას, განურჩეულად ჩვენი ცნობიერებისა, ხო? და ინტელექტუალური შესაძლებლობებისა, ჩვენ მაინც გვაქვს ეს რაღაც ინსტინქტი, რომ გვინდა რომ გავექცეთ იმ ასპექტებს, რისიც გვეშინია საკუთარ თავში, ან რაც არ მოგწონს და ამაზე რაღაცნაირად არ შევხედოთ ამას, ხო? და აქ არის რაღაც ასეთი მომენტი, ოღონდ კონკრეტულად ემოციებთან დაკავშირებით, რაღაც შიშები თქვენში არის, ფოთვები, რასაც ცდილობთ რომ გაექცეთ. და ეს გაქცევა შეიძლება ხდებოდეს ან რაღაცის მიღებაში, დალევაში, ვითომ რელაქსში და ამ დროს არ არის ეს რელაქსი და სტრესია, ხო? ან რაღაც სხვადასხვა სახის დამოკიდებულებებში შესაძლოა გაიქცეს აქ ადამიანი. და აი ამ გზით ცდილობს, რომ რაღაცნაირად აარიდოს თავი, აი ამ მისთვის შემაშინებელ ემოციებს და რაღაც მომენტებს, ხო? კი. აქვს ამას ადგილი, რაც მე ახლა ვთქვი, ხო? არ არის აუცილებელი, რომ ყველასთვის ეს იყოს, შესაძლოა ეს თქვენთვის ეს არის და ვიღაცასთვის არა, ვინც ახლა ისმენთ, ხო? ნებისმიერ შემთხვევაში იგრძნობთ, რომელი ამ ინტერპრეტაციებიდან არის თქვენთან ახლოს, ხო? კიდევ აქ სიგნიფიკაცია კიდევ გვაჩვენებთ. აქ აშკარად ისიც იგრძნობა, რომ პირველმა პოზიციამ უკვე გაიარა რაღაც გზა, პრინციპში ცოტა ისეთი ნათქვამია აქ, რაღაც გზა კი არა, ბევრი რამ გაიარა პირველმა პოზიციამ, ბევრი იარები გაქვთ, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, აი რაღაცა გამჭვალა კიდეც კულზე, ბევრი რაღაც გაიარეთ, ბევრი სირთულე იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ცდილობთ შეინარჩუნოთ მხნეობა, ხო? რაღაცნაირად ცდილობთ, რომ იპოვოთ გამოსავალი, დაინახოთ მეტი პოზიტივი, ხო?
მიუხედავად ამ სირთულეებისა, ესე იგი პირველი პოზიცია მაინც ცდილობს, რომ ცდილობთ, რომ ეს რაღაც ღრუბლები, გაურკვევლობები და ესეთ სირთულეები გაფანტოთ და ეს ყველაფერი მოაგვაროთ და დასვათ წერტილი, ხო? აი, რაღაც ამ სიგნიფიკაციებში იმყოფება ახლა პირველი პოზიცია, ვისთვისაც რეზონირებს, ბუნებრივია, აგრძელებთ მოსმენას. კარგი, ახლა დავიწყოთ თვითონ უშუალოდ ჩვენ სასიყვარულო სფეროთი, ხო? მათ არ უნდა სასიყვარულო სფეროზე საუბარი, რამოდენიმე კარტი მაქვს მე მომარაგებული სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, თქვენ ისაუბრებთ სასიყვარულო. ოკეი, კარგი. ვაი, გადმოვარდა. კარგი, დავიწყოთ მაშინ, აი რა სასიხარულო ზუსტად მოხდება პირველი პოზიციის ცხოვრებაში ამ 7 დღის მაქსიმუმ ამ 7 დღის განმავლობაში. რა სასიხარულო მოხდება პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში ზუსტად ამ 7 დღის განმავლობაში. რა სასიხარულო იქნება ეს? აბა დავიწყოთ ასე. აჰა. გამოჩენა ვიღაცა თასების მეფის, რომელიც აქ არის ასეთი დრაკონი. წყლის დრაკონი, წყლის მეფე, ხო? აი, გამოჩენა ვიღაცა ისეთი პერსონაჟის, ვისი გამოჩენაც, აი ეს არ არის ვიღაცა ეს აი ვიღაცა ისეთი ტიპაჟი, რომ აი წავიდა და მოვიდა და ჩვენ ამაზე ემოცია არ აქვს, აი ეს არ არის ეს შემთხვევა. აქ ამ ადამიანის გამოჩენა მართლაც ძალიან მასშტაბურია პირველი პოზიციისთვის და ბევრ ვნებათა ღელვებს და ისეთ სასიამოვნო შეგრძნებებს, გრძნობებს გამოიწვევს პირველ პოზიციაში და აქ აშკარად ეს თქვენ გახარებთ და გიხარიათ. კარგი. ეს თასების მეფე, ხო? ვინ არის ეს თასების მეფე? ამ თასების მეფეს იცნობს პირველი პოზიცია თუ საერთოდ ვიღაც ახალია მაგალითად? იცნობთ, არ არის ეს ახალი, არ არის, იცნობთ ამ თასების მეფეს. ახლა შესაძლოა ამ თასების მეფესთან გქონდეთ ან პაუზა, ან სიჩუმე, ან დუმილი, ასევე როგორც ვარიანტი შესაძლოა ისიც იყოს, რომ აი რაღაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ გაქვთ კომუნიკაცია ამ ადამიანთან. შესაძლოა ვიღაცა ბლოკებშიც იყოს ერთმანეთგან, ხო? ერთმანეთისგან, მაგალითად პირდაპირ მნიშვნელობით დაბლოკვა ერთმანეთის, ან უბრალოდ ერთმანეთისგან განრიდება. ერთმანეთზე ჩამოშორება, ემოციურად, ენერგიულად და ყველა კუთხით, ხო? აი ვიღაც ასეთი პიროვნება აქ მე ვფიქრობ იგრძნობს პირველი პოზიცია, ვიზეც არის საუბარი. აი ვიღაც ასეთი პიროვნება ჩნდება ისევ თქვენს სასიყვარულო სფეროში და ამას მოაქვს ძალიან დიდი სიხარული თქვენთვის. რა არის აქ სასიხარულო პირველ პოზიციისთვის? აი რაში არის აქ სიხარული? ორი. იმაში, რომ აი ამ ადამიანის გამოჩენა თქვენში აღიძრავს აი ისეთ ემოციებს, რომ აი ეს არის ჩემი პარტნიორი, ან ეს არის ჩემი წყვილი. თქვენ გაქვთ გრძნობები ამ ადამიანის მიმართ და ამ ადამიანსაც აქვს გრძნობები თქვენს მიმართ, შესაბამისად ეს სასიხარულო, რომ ჩვენ ისევ რაღაცნაირად შევერთდებით, ისევ გვექნება კომუნიკაცია, ისევ აი რაღაც ერთიანად ვიგრძნობთ თავს, იმიტომ რომ აქ არის იმის მომენტი, რომ თქვენ გენატრებოდათ ეს ადამიანი და საერთოდ ორივეს გენატრებოდათ ერთმანეთი და ზუსტად აი ამაში მდგომარეობს სიხარული, რომ თქვენ ისევ ერთმანეთთან, ასე რომ თქვა, ერთად იქნებით, ზოგი ფიზიკურად, ზოგი ენერგიულად და აი მიწერ-მოწერით და საუბრებით, ხო, ზოგი ორივე ერთი ამ ორივე, უბრალოდ დამებლუკაენა, ორივე. აქ ძალიან კონკრეტულად გვაჩვენებენ ყველაფერს, აი მართლა არც ვიცი, აი რა ვიკითხო. კარგი, რას მოუტანს ეს სასიხარულო მოვლენა პირველ პოზიციას? რას მოუტანს? რაღაც ახალ ჰორიზონტებს მოგიტანთ. ახალ ჰორიზონტებს? ახალ არჩევანს. აქ ბუნებრივია, თქვენი ასარჩევია, თქვენზე არის აქ არჩევანი, მაგალითად მიიღოთ თუ არა ეს ადამიანი, ან განავითაროთ თუ არა ამ ადამიანთან, ან მიცეთ თუ არა შანსი, ჩადოთ თუ არა რესურსი ისევ, ხო? ეს უკვე აბსოლუტურად თქვენი არჩევანი აქ და ვერავინ ვერ გეტყვით, რომ აი ასე უნდა მოიქცე, ან ისე აჯობებს და რაღაცა, რა თქმა უნდა. აქ უბრალოდ სასიხარულო, რასაც მოიტანს ეს სასიხარულო. აქ არის ის, რომ რაღაც გაურკვევლობა, რაც იყო თქვენ სასიყვარულო სფეროში, ბუნდოვანება, სადაც იყო ტყუილი, ხო?
რისგანაც თქვენც გინდოდათ წასვლა, აი ამ ყველაფრის საერთოდ დასრულება და საერთოდ ახალ ლეველზე, ახალ საფეხურზე გადასვლა თქვენს სასიყვარულო სფეროში, სადაც უფრო მეტი ალტერნატივა, უფრო მეტი შესაძლებლობებია, ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნა, ახალი გამოცდილება, ესეც, ხო? შვენიერია. კიდევ რას მოუტანს პირველ პოზიციას ეს სასიხარულო მოვლენა მის საერთოდ გადატრიალება სიტუაციის თქვენს სასიყვარულო სფეროში, იმიტომ რომ აქ აშკარად ან ახლა, ან ეს როგორ თქვა, ან ახლო წარსულში, საკმაოდ ან ახლო წარსულში კიდევ ერთხელ იყო საკმაოდ ისეთი მძიმე ვითარებები, ხო? ვიღაცამ აქ შესაძლოა დავუშვებ, რომ ეს თასების მეფე, ან კიდევ ვიღაცისთვის კიდე სხვა ვიღაც არის, მაგრამ აქ განიცადეთ რაღაც ტყუილი, ხო? რაღაც მთვარე, ფარულობა, გაურკვევლობა და შემდეგ თქვენ მოგიწიათ აი ამ სიმძიმის დაძლევა, ამისთან რაღაცნაირად აი გამოსვლა, რაც არ იყო მარტივი. და ახლა საერთოდ შეატრიალებს ეს სიტუაცია თქვენ სასიყვარულო სფეროში მოვლენებს, ასე რომ ვთქვათ, მოვლენები ძალიან სწრაფად დატრიალდება და აი ის რუტინა, რაც გქონდათ თქვენ სასიყვარულო სფეროში, ან საერთოდ არც გქონდათ, ხო, რაღაც გაყინული მდგომარეობა, ეს შეიცვლება საერთოდ და აქ ბევრი ახალი შესაძლებლობაა და საერთოდ ახალი შანსი. თქვენ შემიძლია თქვა, რომ აქ საერთოდ ახალი შანსია პირველი პოზიციის სასიყვარულო სფეროში. ეშმაკი. კი, ასეთი შანსია თუ არა? ხო, აი ასეთი შანსია დევილის კუთხით. ეს დევილი რო გვაქვს, აქ არის შანსი რომ გამოვიდეს, აი რაღაც ასეთ სცენარებიდან გაუშვოს რაღაც მძიმე, თუ პოზიტივში აქ დევილი რაღაც მიზიდულობა, ვნება, ხო? მიზიდულობა, ვნება არის აქ, კი ბატონო. ძალიან დიდი მიზიდულობა და ვნება აი ამ თასების მეფის მიმართ. კი, მზე. აი ამ თასების მეფის მიმართ. ვიღაც ეს თასების მეფე ძალიან ისეთი ექსტრავაგანტული პიროვნება გვყავს აქ, ვინც ძალიან ისეთია, აი ძალიან მიმზიდველია. აქ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ აქ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა გენდერს, ხო? რაღაც კალი მეთქი. ქალი, კაცი, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. რა გენდერიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და საინტერესო, იმაზე მოусმინეთ. მე აქ არ ვამახვილებ ყურადღებას, მანდა მაინც, აი, რომც გამოვიყენო სიტყვა მამაკაცი, რა თქმა უნდა, ეს არ მოიაზრებს მხოლოდ მასკულინურ გენდერს ან მამაკაცის გენდერს, ხო? ამას მინდა ხაზი გავუსვა, იმიტომ რომ არიან ადამიანები უყურებენ და მაგალითად ქალს ჩაიფიქრებენ ხოლმე, ხო? და რომ იცოდეთ, ხო, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ნუ აქ არის შანსი მეგობრებო ამ ადამიანთან, უბრალოდ აი მაინც მაქვს აქ განცდა, რომ აი რაღაცაში აქ არის საქმე რა. რაღაცა მაინც არის აქ. კარგი. მივყვეთ ახლა ჩვენ აი ასე. რა უნდა ამ მამაკაცს? აი რით გამოჩნდება ეს მამაკაცი პირველ პოზიციასთან? აი ასეთ სასიხარულოთი რით? ახალი ემოციებით და მე ვიტყოდი რაღაც ისევ red flag-ებით. ისევ რაღაც ასეთ red flag-ებით და გაურკვევლობებით, ხო? ეს მამაკაცი ისევ გამოჩნდება რაღაც აი ბუნდოვანებით. ისევ ბუნდოვანობა. მანამდე რიციც, ხო? და მთვარე, კი, მანამდე აი მთვარე, ხო? მანამდე რა გაურკვევლობაც იყო, რაღაც მსგავსი გაურკვევლობით აქ ჩნდება. მაგრამ ჩნდება იმიტომ, რომ ეს მოაგვარონ თუ ისევ რო გაიმეორს. არა. კი, ისევ გაურკვევლობით ჩნდება შესაძლოა, მაგრამ იდეაში ეს არ არის ცუდი თქვენთვის. ეს არის იმისთვის, რომ თქვენვე დაინახოთ რაღაცეები და ასე რომ ვთქვათ, აღარ იყოთ აი ამ გაურკვევლობებში ამ ადამიანის მიმართ. სინამდვილეში რა უნდა ამ თასების მეფეს პირველი პოზიციიდან? გაურკვევლობა რა არის ეს? გაგრძელება რაღაც სტაბილურის თუ აბსოლუტური რელაქსი. ანუ მას უნდა გაურკვეველი ფორმატი, მე ვიტყოდი ასე. თვითონაც აქ იცის თვითონ რა უნდა, თუ უბრალოდ რაღაც ისეთი ფორმატი უნდა. ხო, აი რაღაცა ისეთი ფორმატი უნდა, რელაქსური. მე ვიტყოდი რაღაც თავის პირობებზე, აი მოვიდა წავიდა რაღაც ისეთი დაკიდებული გაურკვეველი ფორმატი. ფორმატი, სადაც არ ვიცით ზუსტად რა მოხდება შემდეგ წუთს, აი რაღაც ასეთი ფორმატი უნდა. და რეალურად ამ პიროვნების გამოჩენა პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში მისთვის მართლა სასიხარულოა თუ არც ისე. არა, სასიხარულო არის, რა თქმა უნდა, სასიხარულო მართლა არის თქვენთვის.
და პერსპექტივა არის ამ პიროვნებასთან, რომ რაღაც ისეთი შექმნას პირველ პოზიციამ ამ ადამიანთან რეალური და ცოტა ხანგრძლივი არის ამის პერსპექტივა. პერსპექტივა კი არის, მაგრამ ეს პერსპექტივა მოიაზრებს დიდ ტრანსფორმაციებს თქვენ შორის, თქვენიც, ამ ადამიანისიც და ეს არ იქნება, ასე რომ ვთქვათ, მარტივი, ხო? პერსპექტივა აქ არის იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაგალითად უკან დატოვებთ წარსულს, განვლება, იდიოტი, ხო? კონკურსანტი აქ პირველ შემთხვევაში ასე პირდაპირ შემთხვევაში ასე წერია. თუ დატოვებთ აი იმ ყველა მოგონებას, ყველა ძველ ისტორიას ამ ადამიანთან, რაც გაერთიანებდათ წარსულში. ორივე თქვენ, მარტო პირველი პოზიცია კი არა, არამედ ეს ადამიანიც, ხო? პერსპექტივა არის თუ ამ ყველაფერს თუ გამოვიხურებთ კარს და ხელახალი ფურცლით დავიწყებთ ყველაფერს. აი ეს არის აქ. აქ აშკარად არის პერსპექტივა, კი. კარგი. რას მოუტანს ეს პიროვნება თვითონ პირველ პოზიციას? სიხარულს? რო ასეთი პიროვნება იყოს მისთვის. სტაბილურობას? კი. აქ არის სხვათა შორის ამ ადამიანს შეუძლია მოგიტანოთ თქვენ აი რაღაც ისეთი როგორ თქვა, აი ამ რუტინული ნაცრისფერი ყოველდღიურობის გაფერადება. სილაღე, სიხარული, საინტერესო თავგადასავალი, მაგრამ ამავე დროულად რაღაც ისეთი სტაბილურიც არის აქ, სტაბილური კომუნიკაციაც შესაძლოა იყოს, მაგრამ ეს ადამიანი იდეაში არის რაღაც ისეთი მეორე ნახევარი, კი? აქ იგრძნობა რაღაც სულიერი სიახლოვე თქვენი ამ ადამიანთან. აი ეს არის აქ მთავარი. ესე იგი პერსპექტივა არის თუ ძველს დატოვებენ, კი, თუ ძველს დატოვებთ უკან და ისაუბრებთ ამ საკითხზე და რაღაც ერთობლივად რაღაც დასკვნამდე მიხვალთ, რა თქმა უნდა, პერსპექტივა ამ შემთხვევაში არის. თუმცა ხაზი მინდა იმასაც გავუსვა, რომ ბევრი სხვადასხვა სიტუაციები არის, ხო? ახლა პირველი პოზიცია ისმენს და ყველა სხვადასხვა სიტუაცია აქვს, ამიტომ რა თქმა უნდა, აქ გააჩნია უკვე ინდივიდუალურ სიტუაციებს. ასე ძალიან ვერ განვაზოგადებ კონკრეტულად აი ამ მაგალითის შემთხვევაში, ხო, მაგრამ ასევე არ და გავიწყდეთ, რომ ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია, ხო? და ამას უკვე ინდივიდუალური ტაროსესია ჭირდება. კარგი. ნუ აქ სიმართლე რომ თქვა რაღაც კითხვებიც არა მაქვს. სანდოა ეს პიროვნება პირველი პოზიციისთვის, ენდოს პირველმა პოზიციამ. ნუ აი როგორ რაღაცა იცი? ნდობა კარგი შეიძლება, მაგრამ აქ აშკარად ნამიოკია იმაზე, რომ თქვენი საზღვრები დაიცვათ. რომ თქვენ არ მიცეთ ამ ადამიანის შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანმა თავისი რაღაც ინტერესები, ასე რომ ვთქვათ, ჟარგონულად თქვენთან გააბრალოს, ხო? და თქვენი არა. არამედ დაიცავით თქვენი შეხედულებები, თქვენი მოთხოვნილებები, რაც არის, ესაუბრეთ ამ ადამიანს, შეიძლება თუ არის ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, და აუცილებლად აქ დაიცავით თქვენი საზღვრები. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენი საზღვრები დაიცვათ აქ, რომ აი ამ ადამიანმა, ასე რომ ვთქვათ, არ ითამაშოს თავისი თამაში და თქვენ არ დარჩეთ წაგებული. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თავი გაითვალისწინოთ, აუცილებლად. კი, სასიხარულოა, კი, ძალიან გამახარებელია ეს ყველაფერი და ავსებას მოგიტანთ და რაღაც წყვილობაც არის აქ და პერსპექტივაც არის, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ხანგრძლივი პროცესია ეს ყველაფერი და ერთ დღეში არ ხდება ამდენი რამე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენს არ აი როგორ თქვა, თქვენი საზღვრები იქონიოთ, პირადი თქვენი საზღვრები, ხო? კარგი, ნუ რჩევა მაშინ პირველ პოზიციას ამ პიროვნებასთან დაკავშირებით. რჩევა, ნუ თქვენ უფრო პენტაკლურად მიწიერად, დამიწებულად მოიქცეთ. რჩევა მიიღოთ, რასაც გთავაზობთ ეს ადამიანი წერილი მაგალითად, ხო? ან რაღაც შემოთავაზებით თუ მოვა, არ იჩქაროთ, აქ ძალიან სამივე კარტი აბსოლუტურად პენტაკლია სამივე, ხო, მიწიერი, ამიტომ აქ თავარია არ იჩქაროთ, ნელა დააკვირდით, შეიფერეთ, ზუსტადაც რომ ისიამოვნეთ ყურადღებით, ზუსტადაც მშვენიერი მომენტია, რომ აი რაღაც ისეთ მომენტში, რომ აი მე აი ასეთი ვარ, კი ბატონო, ხო, მე ასეთი ვარ და აი ეს შეიშნოთ და აი ამ მდგომარეობით ისიამოვნოთ. რატომაც არა, ხო? აი ამ მომენტში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე აქ არ არის ხმალი, ხო? აქ არ არის არსად რომ დაბლოკე, მოკვეთე, უარი უთხარი ეგრევე და რაღაც. არა, დააკვირდით, დაკვირვებულად, აუჩქარებლად,
მაგრამ ისე რომ იფიქროთ საკუთარ თავზეც, ანუ აქ ჩემთვის არის პერსპექტივა, ხო? და გადახედეთ ამას, რომ იქაც თქვენთვისაც იყოს იქ შანსი. და ნელ-ნელა შემდეგ უკვე გადაწყვიტეთ, მაგრამ აუცილებლად დააკვირდით და თქვენ შეგიძლიათ ამ სიტუაციას მიცეთ შანსი თუ რეალურად ხედავთ იქ რეალურ შანსს, ხო? ეს არის აქ რჩევა. კარგი, მთავარი კითხვა. აი ამ დღების განმავლობაში საერთოდ მალე გამოჩნდება პენტაკლების მეფე? მე კი მალე გამოჩნდება. კი, მე ვფიქრობ აქ მალე გამოჩნდება. კარგი, პირველ პოზიციას შეუძლია რამენაირად დაჩქარება ამ პროცესის ხმლების რა ინდიკი შეუძლია დაჩქარება? დაჩქარება როგორ? რო იყოს ღია? იყო დღია ემოციურად და მენტალურად არ იყოთ დახურულები და არ იყოთ, ასე ვთქვათ, გაბრაზებულები ამ ადამიანზე და აი უბრალოდ იყოთ, რომ მე ღია ვარ მენტალურად. მაგალითად, აი როგორ თქვა, წარმოიდგინოთ, ხო, როგორ ხდება რაღაცა სიხარულო, ან როგორ მოხდა უკვე რაღაცა სიხარულო, რასაც მოაქვს თქვენთვის დადებითი ემოციები, დადებითი შეგრძნებები. აი უფრო რაღაც ამ კუთხით და არა იმ კუთხით, რომ ვიღაც ჩდება ახლა აქ და მე მზად უნდა ვიყო, რომ არ მომატყუონ, ხო? არ გინდათ ეს მიდგომა, პირიქით ბლოკავს ეს ყველანაირად სიტუაციას, ამიტომ მოეშვით და უფრო მეტად ლაღად და ღიად იყავით. პირველი პოზიცია აქ საკმაოდ ისეთი ჭკვიანია და არ გეშინიათ, არ გამოგიპარებათ აქ რაღაც თუ თქვენ ამის სურვილი არ გექნებათ, ასე რომ არაფერი სანერვიულო არ არის, მიიღეთ თქვენი სასიხარულო და დააკვირდით შემდეგ უკვე რამდენად თქვენთვის ეს პერსპექტიულია და საინტერესო, მაგრამ სასიხარულო აქ აშკარად არის და პიროვნებაც იჭდება თქვენთან. წარმატებები აქ პირველ პოზიციას. აუცილებლად დამიკომენტარეთ თუ როგორ რეზონირდა და რა ხდება და მოხდა თქვენთან. მსურველებს გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებს და ფიდის მატრიცის სესიებზე და ვისაც მოეწონა და რეზონირებს ჩემი გაშლა და გაშლები ზოგადად აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ. მადლობა ყველას. მივესალმები, ვინც აირჩია მეორე პოზიცია და დასაწყისისთვის ნახოთ თვითონ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია თქვენი ცხოვრების აი ამ ეტაპზე, რომ მიხვდეთ, რომ საუბარი თქვენზეა და თქვენი პოზიცია ეს. მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია მისი ცხოვრების აი ახლა ამ წუთას ამ ეტაპზე. ეს რა არის? საინტერესო აქ მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია საინტერესოა და ძირზე განდეგილი. მე ვიტყოდი ახლა მეორე პოზიცია უფრო ისეთ სიგნიფიკაციებში, აი რაღაცას აი აკვირდები. საკუთარ აი რაღაც ისეთ ინკოგნიტოს რეჟიმში რო ხარ და რაღაცას აკვირდები. აქ საკუთარ თავში არის რაღაც ჩაძირული მეორე პოზიცია, რაღაცეებს აკვირდება საკუთარ თავში, ინტუიციას უსმენს, სიმბოლოებს, სიზმრებს, თუ გარემოს, თუ კიდე რაღაც სხვა არის აქ საკუთარ თავში. გარემო საკუთარ თავში. აქ არის საკუთარ თავში ჩაძირვა, საკუთარ ემოციებში. კი, მე ვიტყოდი აქ მეორე პოზიცია საკმაოდ საკუთარ განვითარების სტადია აქ მის ცხოვრებაში, როდესაც არის საკუთარ თავთან, საკუთარ ემოციებთან. აი სადღაც იქ ქვეცნობიერში და მომენტში მარტო ქვეცნობიერი კი არა, უფრო ღრმად არაცნობიერში მიდის მეორე პოზიცია, ხო? ეს შეიძლება ხდებოდეს სიზმრების სახით, ეზოთერიის სახით, მაგალითად გაშლებს უყურებთ ან აკეთებთ თქვენით, ხო? ან კიდე რაღაც სხვა ეზოთერული მიმართულებებს მიმართავთ. ესეც და ეს ეხება ვიღაც სხვა ადამიანსაც? აქ ვფიქრობ სხვა ადამიანის გამო ხართ აი ამ მდგომარეობაში, იმიტომ რომ სხვა ადამიანთან ისეთ სიტუაციები შესაძლოა აქ წარიმართა, რამაც გამოიწვია თქვენში რაღაც აი კრიზისი და ცოტა ისეთი განცდა, რომ აი რაღაც სხვა მჭირდება, რომ ისევ მოვიკრიბო ძალა, რომ ისევ რაღაც დავდგე ფეხზე უფრო ძლიერად, ხო? ან შესაძლოა მოხდა რამე, ან რაღაც გადაგხდათ რამე, არ ვიცი, ან ახლა, ან არც ისე შორეულ წარსულში მაგალითად, მაგრამ აი ვფიქრობ ეს უფრო მეტად არის მაპროვოცირებელი, აი იმ სიგნიფიკაციის რაშიც ახლა არის აქ პირველი პოზიცია. ძალიან სიღრმისეული სიგნიფიკაცია აქ, რეალურად ძალიან ისეთი ძლიერი სიგნიფიკაცია აქ მეორე პოზიციას. დასაწყისში სხვათა შორის აქ არ ჩამიწერია, მაგრამ სანამ დავიწყებთ ჩაწერას, ამ დასტას ვკითხეთ თუ ისაუბრებდა ჩემთან მეორე პოზიციის შესახებ და ამ მომივიდა პენტაკლების დედოფალი.
და პენტაკლების დედოფალი მიწის სტიქია. არ გამოურიცხოთ, რომ შესაძლოა აი მეორე პოზიციას ვინც ისმენს, რაღაც მიწის სტიქიის წარმომადგენელი იყოს ასტროლოგიურად, ან სადღაც ნატალურ რუკაში რაღაც პლანეტა გქონდეს მიწის სტიქიაში. ან უბრალოდ მისი აი ხასიათი, პერსონალიტი იყოს ისეთი, ხო, უფრო მეტად დამიწებული, სტაბილური, აუჩქარებელი, მატერიაზე, საკუთარ თავზე კონცენტრირებული, ხო? ესეც შესაძლოა აქ იყოს. ამასაც გავუსვი ხაზი, იმიტომ რომ ვფიქრობ, ამას აქვს დიდი მნიშვნელობა აქვს, რატომღაც ასე მგონია და თქვი. კარგი, კიდევ რა სიგნიფიკაცია აქვს ახლა აქ მეორე პოზიციაზე, ბა? ხო, ნუ აქ აშკარად იგრძნობა ის მომენტი, რომ რაღაც მეორე პოზიცია ცდილობს საკუთარ იარების, საკუთარ ესეთი მტკივნეული მომენტების გავლას. აი ესეთი ტრანსფორმაციული მომენტი, სადაც თქვენ უშვებთ თქვენს გულის ტკენებს. ბევრს და არა ერთს. ხო, ბევრ აი ისეთ რაღაცას, რაც ჯერ კიდევ გულის ჩაქრას მაგალითად გიხურავთ, გიბლოკავთ და აი ამ ყველაფრის გაშვება ხდება. და აქ ძალიან სიხმისეული პროცესები აქვს მეორე პოზიციას. აქ ასევე ვიტყოდი, რომ იღვიძებს თქვენში ინტუიცია, თქვენი ემოციები უფრო მეტად მკვეთრდება, უფრო მეტი ღრმა სიხმისეული შეგრძნება შეგიძლიათ თქვენი გრძნობების, ემოციების, ენერგიების, ბევრი, ასევე ინფორმაციულადაც შესაძლოა ბევრს კითხულობთ, ან იძიებთ ინფორმაციას, ხო? ეძებთ ინფორმაციას რაღაც აი ამ მომენტებთან დაკავშირებით იქნება ეს თქვენი სული, ენერგიები, თუ ეზოთერია მთლიანად, ხო? ვიღაცამ შესაძლოა ფსიქოლოგიაშიც ჩავიდეს აქ, ან არის უკვე და იყენებს ამ მიდგომებს. ნუ ერთი სიტყვით აი ასეთი სიგნიფიკაცია აქვს საინტერესო, განდეგილითთან ძირზე, სადაც თქვენ ეძებთ რაღაც პასუხებს და ცდილობთ, რომ გაერკვეთ საკუთარ თავში. აქ ჩვენ ვიკითხეთ, რომ უფრო მეტად საკუთარ თავზე არის აქ აქცენტი. ეს დასტარტა მჭირდება აქ დავდოთ. ხო, ასე რომ ვისთვისაც რეზონირებს ეს ინფორმაცია, ესე იგი, ეს თქვენზე. კარგი. გავაგრძელოთ ახლა ჩვენ თვითონ რისთვისაც იმ თემით, რისთვისაც აქ შევიკრიბეთ, ხო? ასე რომ ვთქვათ. კარგი. აი ასე დავიწყოთ ახლა ჩვენ. სასიხარულო, რაც ზუსტად მოხდება მაქსიმუმ ამ 7 დღის განმავლობაში მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. თქვენი საუბრობთ აქ, კი. ოკეი. კარგი, გვაჩვენეთ ის სასიხარულო, რაც ამ 7 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში ზუსტად მოხდება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. გვაჩვენეთ ეს სასიხარულო. ოკეი. აქ აშკარად არის საუბარი. აქ აშკარად არის საუბარი, კომუნიკაცია. დიდი ალბათობით ბევრისთვის შესაძლოა ეს იყოს ჩატები, სოთქსელები, ხო, ამ სახით ვიღაცასთან რეალურ ცხოვრებაში. მაგრამ აი თვითონ კომუნიკაცია მოდის აქ მთავარი მესიჯი ჩემთვის. საუბარი. ესე იგი აქ საუბარია. საუბარი აი რაღაც ასეთ მძიმე თემაზე, მძიმე საკითხზე. შესაძლოა საუბარი იმ ადამიანთან, ვისთანაც აი 10-იანი ხმლები განიცადეთ, ვისთანაც აი თითქოს და აი ყველაფერი დასრულდა, ხო? ან აი ამხელად კენა მოგაყენათ ამ ადამიანმა, ან თვითონ ისტორია იყო ისეთი, რომ აი რაღაც ასეთი ტრანსფორმაციული მნიშვნელოვანი იყო. ესე იგი, აქ არის კომუნიკაცია აი ადამიანთან ზუსტად აი იმ ადამიანთან, ვისთანაც რაღაც უკვე საერთო წარსული აქვს, მთვარე. ვისთანაც მთვარე გაქვთ. ვისთანაც აი რაღაც ასეთი ემოციები, ხო, შეყვარებულები, კი, ადამიანთან, ვისთანაც აი ასეთი სიღრმისეული გრძნობები და ემოციებია. და აქ არ არის მარტივი თქვენთვის ეს, რა თქმა უნდა. კარგი, მაინც დავუსვან ამ კითხვას. ეს აქ ერთი ადამიანი გვყავს გმირად, ну, თქვენს გარდა, რა თქმა უნდა, ერთი პერსონაჟია, თუ უფრო მეტი. აქ არ გამორიცხოთ, რომ აქ იყოს უფრო მეტიც. 2 ჯამში ან 3. ესე იგი, აქ ზოგადად მის სასიყვარულო სფეროში, აქ კონტაქტირება არა ერთ ადამიანთან, არამედ კი 2-თან. შეყვარებულები და აქ 2. ну, 3-იც არის ორიგინალში, ანგელოზია კიდე. აქ ორიგინალში, მაგრამ ამდასდაში არ არის. აქ არ გამორიცხავ, რომ სასიხარულო არის ის, რომ ეკონტაქტებით ან 2 ან 3 ადამიანს. საინტერესო აქ, როდესაც ბევრი ადამიანია, უფრო რთული არის აქ ზუსტად დაკონკრეტება. კარგი, კიდევ სასიხარულო, რაც ზუსტად მოხდება 7 დღის განმავლობაში მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში. თქვენი გატეხილი გულის ავსება.
აი გულის ამ მდგომარეობაში რო არის, აი ამის პირიქით ავსება სიხარულით და სიყვარულით. კარგი, ნუ ვისთან, აი ვიღაც მთავარი გმირი ხო იქნება, ვინმე უფრო მთავარი გვაჩვენეთ. პენტაკლების დედოფალი. თვითონ მეორე პოზიცია? რა თქმა უნდა, თვითონ თქვენ ამოხვედით აქ და ამოვიდა თასების მეფეც. ეს არის პიროვნება, ვის მიმართაც ემოციები აქვს მეორე პოზიციას. ეს ვინმე ახალია, თუ ყოფილი. ახალი. აქ ახალი ამოდის, არკანები ჭდება ახალზე და. მე მგონი აქ ახალია. კაი. ანუ ასე ვეკითხო მაშინ, ამ ადამიანს ახლა იცნობს მეორე პოზიცია თუ არ იცნობს ჯერ? იცნობს. იცნობთ ამ ადამიანს უკვე იცნობთ თქვენ. ამ ადამიანს უკვე იცნობთ, ესე იგი ეს არის ის ადამიანი, ვინც მთავარი გმირი იქნება აქ. კი, ვინც მთავარი გმირი იქნება აქ. მე მაინც მგონია, რომ ამ ადამიანთან უკვე გაქვთ რაღაც ან წარსული, ან რაღაც საერთო გაკავშირებთ უკვე ამ ადამიანთან. ანუ აქ მე ვერ ვგზნობ, რომ ეს არის ვიღაცა ისეთი ადამიანი, ვისაც აი სუფთა ფურცლიდან ჩდება თქვენთან. აქ სამი პიროვნება, ასევე მინდა გაგახსენოთ კიდევ ერთხელ და ხაზი გავუსვა, ამიტომ შესაძლოა აქ ახლა ჩვენ ისეთ ინფორმაციასაც გვაწვდიდნენ, რაც დანარჩენებსაც ეხება, მაგრამ მე მოვითხოვე აქ მთავარი გმირის ჩვენება, ხო? მთავარი გმირი ამოგვივიდა თასების მეფე, მანამდე თქვენ ამოხვედით კიდე პენტაკლების დედოფალი აქ. ასე რომ დანარჩენი ხა ორს ვერ განვიხილავ აქ, იმიტომ რომ ამიტომ ბევრი ინფორმაცია იქნება საჯარო გაშლისთვის და ჩემთვისაც რთული, მაგრამ ნუ აქ აი მთავარი პიროვნება იქნება. კარგი. კიდევ ესე იგი აქ სასიხარულო არის ის, რომ არის კომუნიკაცია და ის, რომ აი სამიანი ხმლები აღარ არის მეორე პოზიციის. ხო, კი, ზუსტად ეს ახალი ენერგიები, რაღაც ახალი დასაწყისი, რომელიც არის თქვენთვის ძალიან ჯანდოსნური რაღაც მომენტზე და გამახარებელი. ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან, ვინმე კონკრეტულ მამაკაცთან? კი, პაჟების თასები. თასის პაჟები, ნუ, ეს ისე ვთქვით, ისევ თასები. კი, ვინმე კონკრეტულ პიროვნებასთან, ვისი გამოჩენად თქვენ ძალიან ესეთი საჩუქარივითაა თქვენთვის. ეს ის თასების მეფეა, ვინც წეგან გვაჩვენეთ, თუ აი სხვა. სხვა. აი ეს სასიხარულო, სადაც თქვენი გული გადახილი არ არის, აი ეს მოვლენა სხვა ადამიანთანაა, ვინც აი ეს შეიძლება იყოს ახალი, იმიტომ რომ ესეთი ახალი ენერგიებია. ანუ აქ რამოდენიმე მამაკაცია, მეორე პოზიცია, ამიტომ ძალიან რთულია რაღაც ზუსტად გითხრათ აქ მე. კარგი, კიდევ სასიხარულო აქ რა იქნება მეორე პოზიციის სასიყვარულო სფეროში ზუსტად ამ მაქსიმუმ 7 დღეს განმავლობაში. ნუ აქ თქვენ იგრძნობთ თავს ძალიან ისე მოთხოვნადად ასე რომ ვთქვათ, იგრძნობთ თავს გვერდხების დედოფლად, ძალიან მიმზიდველად, სექსუალურად, იგრძნობთ თავს რომ თქვენს წინაშე არჩევანი, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი ვინმე. შეყვარებულებიც არის აქ, თქვენს იგრძნობთ რაღაც ისეთ მიზიდულობას, ვნებას, სულიერ კავშირსაც. ეს ამ თასების პაშთან თუ იმ თასების მეფესთან თუ კიდევ ვინმე სხვა. ან თასების მეფე, ან კიდევ ვინმე სხვა. ბოლო თასების მეფესთან ეს მომენტი თუ სხვასთან, თასების მეფესთან. ძალიან თასების მეფესთანაც მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ვიღაცა სხვაც არის აქ და ალბათ ის ვიღაცა მესამე ბოლო. ნუ ერთი სიტყვით. აქ ძალიან საინტერესო განვითარება. კარგი, მაშინ ასე ვიკითხოთ, რომ რაღაც უფრო, ესე იგი აქ მამაკაცი 3-ია. 2 მამაკაცია. მაშინ ასე ვთქვათ. მამაკაცი ნომერ 1, შენ რით გაახარებ მეორე პოზიციას? მამაკაცი ნომერ 1, შენ რით გაახარებ? რა არის ეს? რაღაც კონკრეტული არა მაქვს აქ, რა არის ეს? რა გაახარებაა? რომ რაღაც უფრო მეტად გარკვეულობას ხო? რაღაც უფრო მეტად ამ მამაკაციდან მიიღებთ უფრო მეტ კონკრეტულობას და გარკვევას. აქამდე რა არ იყო გარკვეულობა? აქამდე არ იყო გარკვეულობა, აქამდე იყო რაღაც დახურული სიტუაცია მამაკაცთან. და ახლა პირიქით გახდება თქვენთვის უფრო ნათელი, ასევე აქ იქნება იმის განცდად, რომ გამოჩნდა ისევ ჩემთან, რა თქმა უნდა, მე ხო ასეთი ვარ. შესაძლოა აქ ამ პიროვნებამ დაგიწყოთ კომპლიმენტებიც, ხო, შენ ასეთი ხარ, ისეთი, ყველაზე ჩემთვის საოცნებო და ასე შემდეგ, ხო? ეს. კიდევ რით გაახარებ მეორე პოზიციას შენ?
ნუ გაგრძნობინებთ თავს ყველაზე ლამაზად, უნიკალურად, საოცნებოდ, სასურველად და იმით, რომ იმოქმედებს თქვენს წინაშე. ბევრ ქმედებას განახორციელებს, ინიციატორული იქნება. რამე სტაბილურს შესთავაზებ აქ მეორე პოზიციას? კი. შემიძლია ისიც თქვა, რომ რასაც ელოდით მაგალითად, ან რისი სურვილი გქონდათ. ხო? აი, რაღაც რეალურს, ესე იგი რაღაც რეალურს შეთავაზებ. კი, სიძლიერე, კი, რაღაც ისეთ ძლიერ, სტაბილურს, რეალურს შემოგთავაზებთ ეს პიროვნება, კი. კაი, ნუ შენი მთავარი კარტი გვაჩვენე. 6-იანი კვერთხები. ორიგინალში 6-იანი კვერთხები არის მამაკაცი, რომელიც ცხენზე ზის. ცხენზე ზის და დან ირგვლივ არიან სხვა ადამიანები, მაგრამ ის არის როგორც აი ლიდერი და გამარჯვებული ცხენზე ზის და ესეთი გვირგვინიც ადევს თავზე, ხო? აქ ცოტა სხვანაირად არის ეს ასახული, მაგრამ ეს არის ესეთი მამაკაცი, რომელიც არის გამარჯვებული. მამაკაცი, რომელიც იღებს იმას, რაც მას სურს. ძალიან ხშირად ვიმეორებ სიტყვა მამაკაც, მაგრამ ნუ საორიენტაციოდ რაღაც ხელმოსაჭიდად, იმიტომ რომ არც სახელი მაქვს, არც არაფერი და ამიტომ მაინც ვამბობ გენდერს. მაგრამ მინდა კიდევ პირველ პოზიციასთან თქვი და აქაც მინდა გავაჟღერო, რომ რა თქმა უნდა გენდერს მნიშვნელობა არა აქვს, აქ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი გენდერი, რა თქმა უნდა, რაც თქვენთვის საინტერესო და რომელიც გინდათ. უბრალოდ მე ჩემთვის ვამბობ მამაკაც, თორე აქ თქვენ ჩაიფიქრეთ ვინც გინდათ, რა თქმა უნდა, ხო? ეს მინდოდა მეთქვა. ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მიწერენ ხოლმე, რომ აი მე ქალი ჩავიფიქრე და იგივეა და იგივეა აბსოლუტურად, უბრალოდ გენდერს მოარგეთ უკვე თქვენ თვითონ, ხო? ერთი სიტყვით ეს მამაკაცი ნომერ 1 არის გამარჯვებული, ისეთი რომელიც აი ეგრევე თვალში გვხვდება, ეგრევე ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული. თუ ქალი ჩაიფიქრეთ, ანალოგიურად უბრალოდ მოარგეთ ქალზე, ხო, ეს ინფორმაცია. კარგი და აი რა შეგიძლია მიცერი აი არა არც არა. და რას მოუტან შენ მეორე პოზიციას? სტაბილურობას. კი, შანს შემოთავაზებას მოგიტან სტაბილურობას და რაღაც ეს აქ სერიოზული პიროვნება, ეს არ არის ვიღაცა გაურკვეველი მოვიდა წავიდა, ამას რეალურად შეუძლია შემოგთავაზოთ თქვენ რაღაცა ისეთი რა. რეალური რაღაცა, სტაბილური, რაც შანსია. ოკეი, მამაკაცი ნომერ 2, შენ რით გაახარებ მეორე პოზიციას? ეს გაგახარებთ იმით, რომ აგრძნობინებ თავს ასე? თუ აქ ორი შემოთავაზება მაქვს. პირველი, გაგრძნობინებთ თავს მიმზიდველ ვარსკვლავად, რომლის გამოც ის ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც სხვა ადგილიდან ჩამოვა და გადაივლის ყველა ჩელენჯს თქვენს მიმართულებით რომ მოვიდეს და მეორე ინტერპრეტაცია შესაძლოა თქვენთან იყო რაღაც სიცივე, ან დისტანცია და ახლა პირიქით ძალიან აქტიურად ჩდება თქვენს მიმართ. ასე რომ ამ ორი ინტერპრეტაციიდან რომელიც თქვენთან უფრო მეტად ახლოს მოდის, ის აირჩიეთ. კარგი. კიდე რით გაახარებ აქ მეორე პოზიციას? მესიჯი, ახალი გამოჩენა, საუბარი, აქაც არის შემოთავაზება. აი შენ რაღაც რეალურით აი რაღაც სტაბილურით მოდიხარ მეორე პოზიციასთან. აქ გვაქვს გაურკვევლობა. აი ამასთან გაურკვევლობა აქ. არ იცი რა გინდა მეორე პოზიციიდან, თუ იცი? არა, არ იცის რა უნდა. უბრალოდ რა გინდა, რომანი გინდა? თასების დედოფალი. აი აქ გვაქვს რომანი, მეგობრებო, რომ აი მე რაღაც აი ახლა ემოციები მომივიდა, რომანტიკაში ვარ და მინდა რომ ეს გამოვხატო და შენ ეს მიიღე რა. მე როცა მჭირდება, იმ იმაში გამოჩნდები და შენ ეგრევე თასების დედოფლის როლში იყავი, დამელოდე, მიიღე, თბილად შემხვდი, მომეფერე და აი მე მომწყინდება და გავგრძელებ გზას, მაგრამ მე შესაძლოა ისევ დავბრუნდე და შენ აქ იყავი. აი რაღაც ასეთი მოდელი არის აქ და აი ეს აი რაღაც ასეთი რაღაც არის. აქ რაღაც სტაბილური არ ვიცით ჯერ თუ იქნება, იმიტომ რომ უფრო მეტად გაურკვევლობაა. ფარული გაურკვეველი ინფორმაცია. კი, მოვა, გაგახარებთ, შეგეხმიანებათ რაღაცა, მაგრამ მე რა არ ვიცით. ხო, იმასთან უფრო მეტად რაღაც ისეთი სტაბილური სიტუაცია და ამ მეორესთან ცოტა ისეთი. კარგი. და რა გინდა საერთოდ მეორე პოზიციიდან? საინტერესო ახალი თავგადასავალი, სადაც აი საერთოდ მოულოდნელობა, unexpected სიტყვა მოდის, ხო? მოულოდნელი, დაუგეგმავი ვითარებები.
რომელიც ხელბორკილებს ხსნის, ან თავისუფლებს და სადაც აი უბრალოდ იმპულსს მიყვები. და სად მიგიყვანს ეს არ იცი. აი ეს. რეალურად აი შენთან, მამაკაცი ნომერ 2, შენთან აქვს რეალური პერსპექტივა მეორე პოზიციას. კი? თუ ნაკლებად არის პერსპექტივა, თუმცა კიდევ ერთხელ აქ გამეორდები, რომ გააჩნია ყველაფერს. ეს არ არის ინდივიდუალური გაშლა, საჯაროა, ამიტომ მაინც ასე დეტალურად მე ვერ ვიტყვი, ხო? იმიტომ რომ ყველასთვის სხვანაირად იქნება შესაძლოა აქ. მაგრამ უმრავლესობისთვის აი ამ მეორე პიროვნებასთან უფრო დაბალია პერსპექტივა, ვიდრე აი იმასთან. სასიხარულო ორივეა, კი ბატონო, თქვენთვის. კარგი, ეს სასიხარულო მოვლენები რას მოუტანს? მეორე პოზიციას მის სასიყვარულო სფეროში. მოკვეთა აი ამ თქვენი შიშების. ვისაც ქონდა შიშები, შფოთვები, უნდობლობები, თქვენი ჩახვეული აზრები, ხო? overthinking-ის მომენტები, ვისაც ქონდა მის სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით, ბევრი ზედმეტი ფიქრი, რომელიც არაობიექტური იყო და ძალიან სუბიექტური იყო, ხო, აი ამ ყველაფრის დასრულება. და უფრო მეტად თქვენი საზღვრების დაცვა, სადაც თქვენ იცით რა გინდათ. და ამისკენ მიუყვით. კიდევ რას მოუტანს ეს სასიხარულო ამბები მეორე პოზიციას, მის სასიყვარულო სფეროში. უდიდეს ტრანსფორმაციას, ძალიან დიდ ტრანსფორმაციას, საკუთარ თავის უფრო უკეთესად შეგრძნებას, აი თუ გავიხსენებთ მეორე პოზიციის სიგნიფიკაციას, თქვენ ზუსტად ახლა იმყოფებით ამ ეტაპზე და ეტაპში და ფაზაში ხართ, სადაც ვცდილობთ, რომ გაიგონოთ თქვენი შინაგანი ხმა, გაიგონოთ თქვენი ინტუიციის ხმა, ხო? აი ეს სასიხარულო მოვლენები თქვენ სასიყვარულო სფეროში დაგეხმარებათ, რომ საბოლოოდ დაიმსხვრეს ეს ყველაფერი ტოქსიკური, როგორც აშენებდით ურთიერთობებს, როგორც იქცეოდით ურთიერთობებში, ხო, რაც იყო დესტრუქციული თქვენთვისაც და პარტნიორისთვისაც, ხო? აი ამ ყველაფრის საერთოდ დასრულება და დანგრევა და ახალი არჩევანი, სადაც თქვენ სხვანაირად მოქმედებთ. ასევე, სადაც თქვენ არ გჭირდებათ ვინმესგან ავსება. სადაც თქვენ თვითონ ხართ ზომიერებაში საკუთარ თავთან და ასეთ ადამიანთან ნებისმიერ სხვას უნდა ურთიერთობა, რა თქმა უნდა. შემიძლია აქ ისიც თქვა, რომ შესაძლოა აქ პარტნიორობაც მოიტანოს მეორე პოზიციისთვის. ხმლების დედოფალი. აქ უკვე თქვენს არჩევანს გააჩნია, თქვენ როგორ აირჩევთ, მაგრამ აქ უფრო მეტად ამ მოვლენებს მოაქვთ თქვენში განვითარება. ხო, აი გაშვება რაღაც სევდიანი მოგონებების, მძიმე ემოციების და ახალ დინამიკას. ახალ ვითარებას. კი, აქ შესაძლოა აი ამ ორიდან ვიღაც დარჩეს და რაღაც განვითარდეს, მაგრამ ეს არ არის სასურველი მანდა მაინც რო იყოს ფორმატი ან რაღაცა ეს, ხო? კარგი, კიდევ რას მოუტანს ეს ყველაფერი მას? დინამიკს. არა, უფრო მეტად აქ თვით განვითარებაზეა ფოკუსი, უფრო მეტად აქ თქვენზე არის ფოკუსი აქ. თქვენ მოგიტანთ, აი თქვენ პიროვნულად მოგიტანთ ეს განვითარებას. კარგი, და ამ ორი მამაკაციდან რომელიმე დარჩება რაღაც გაგრძელებს აქტიურობას. კი, რომელიღაცა და დარჩება აქ, რომელიღაცა და დარჩება. To be continued. კი, რომელიღაცა იქნება აქ, ვისთანაც რაღაცას გააგრძელებთ. კარგი, მოდით მაშინ ზოგადად ვიკითხოთ რჩევა აქ თქვენთვის, რადგანაც აქ დიდი ყურადღება არის თვითონ მეორე პოზიციაზე და არა ვინმე მამაკაცზე და ურთიერთობაზე. აქ უფრო მეტად ფილოსოფიური კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს მეორე პოზიციისთვის. კარგი, რჩევა მეორე პოზიციას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. Silencing the mind. Let silence guide you to your inner peace. ასე რომ ვთქვათ, დაამშვიდე, ჩაუწიე ხმას შენს გონებაში, ხო? დაამშვიდე შენი გონება, აი ამ ზედმეტი ფიქრისგან, ზუსტად აი overthinking-ით ხო რო ვახსენე, ხო? ზედმეტს რო ვფიქრობთ და თან ისეთებს რო ვფიქრობთ, რაც რეალურად არ არის ჩვენთვის კარგი, არანაირად. არაფრის მომტანია, ზედმეტი ფიქრები, რაც არაფრის მომტანია. ხო, აი და აი როგორ თქვა, ჩაადუმეთ არა, მაგრამ უფრო მეტად დაამშვიდეთ თქვენი ხმა, თქვენს გონებაში, ხო? დაამშვიდეთ და უბრალოდ გონებრივად
მოდუნდით, რომ თქვენმა შინაგანმა ინტუიციამ გაგიწიოთ გაიდი, რომ თქვენმა შინაგანმა თქვენმა შინაგანმა ინტუიციამ გაგრძნობინოთ, მოგცეთ რაღაც მინიშნება თუ როგორ, საით, რა მიმართულებით წახვიდეთ, ხო? აი ეს არის მნიშვნელოვანი. ერთი სიტყვით, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მედიტაცია აქ იქნება არაჩვეულებრივი პრაქტიკა, რომ აი ეს თქვენი ფიქრები და ხმაური თქვენს გონებაში დამშვიდდეს. რათა თქვენ მოგეცეთ შესაძლებლობა, რომ მოусმინოთ თქვენს ინტუიციას და გაიგონოთ საკუთარი შინაგანი ხმა და მიაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს. და აქ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ თქვენ შინაგან მდგომარეობას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ზოგადად ყველა ადამიანისთვის ასეა, მაგრამ რადგანაც საუბრობთ მეორე პოზიციისთვის, განსაკუთრებით მეორე პოზიციისთვის, ასე რომ არ იღელოთ, ყველაფერი თქვენზე არის აქ დამოკიდებული. თქვენზე და თქვენს არჩევანზე. წარმატებებს ვუსურვებ მეორე პოზიციას აუცილებლად და რა თქმა უნდა პირველ პოზიციას და ყველას ვინც მოისმინა უყურა ეს გაშლა, ვისთვისაც რეზონირებს აუცილებლად დატოვეთ თუ უკავშირეთ თუ როგორ რეზონირდა, რა ხდება თქვენთან, რას ფიქრობთ, ხო? ასევე დაალაიქეთ ეს გაშლა ვისთვისაც რეზონირდა და მსურველებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი ჩემი არხი, არა და მოსწონს და ან მოგეწონათ ეს გაშლა პირველად უყურეთ მაგალითად, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ უფრო მეტი საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. და ასევე, ვისაც ექნება სურვილი, რომ რატომღაც ასეთიც ყოფილა, რომ კლიენტები მოდიან და ამბობენ, რომ აი რაღაც თქვენ გნახეთ და მომინდა შემექმნა სურვილი, რომ თქვენთან მოსულიყავი, ხო? და ვისაც აი ეს სურვილი გაქვთ და გრძნობთ, გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე ან ბედის მატრიცის სესიებზე. თუ როგორ დამეკონტაქტოთ, ყველაფერი მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში და თვითონ მთავარი გვერდის ბიოშიც. ყველა დეტალი არის იქ. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ და დროებით.